მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით. ესე იგი საღამოს პერიოდში დაახლოებით 40 წუთი გვაქვს ათევზაოთ გდანის პატარა ტბაზე ვიმყოფებით და მინდა ვითევზაო სპინინგით ხელოვნური სატყურების გამოყენებით. ამ შემთხვევაში მარმიშკით ვითევზავებ 0.4 გრამი არის ესეთი პატარა სიმძიმე გვაქვს, თავისივე პატარა ნემსკავით და თაგვისებური პატარა, ძალიან პატარა სატყურა. გადავაგდოთ ახლო დისტანციაზე გვიწევს სროლა, იმიტომ რომ 0.4 გრამს და ჩაგდების დანავე არც მაცადა. ესეთი პატარა ქორჭილივსი. მარმიშკა ნიშნავს იმას, რომ ძირითადად პატარა ზომის თევზებზე მოგვიწევს თევზაობა, ესეთ ლიფსიტუკებზე, მაგრამ ეს ძალიან გასართობია, იმიტომ რომ როდესაც პასიური არის ქორჭილა, განსაკუთრებით დიდი ზომები, რომლებიც საქვირითოდ ემზადებიან ან განაყოფიერებისთვის დედრი მამრი, და ესეთი პატარა ქორჭილები თავისუფლად შეგვიძლია დავიჭიროთ მორმიშკით. გავატაროთ ახლო დისტანციაზე, კუთხეებში, ბუჩქებთან, კამიშებთან ახლოს უნდა გავატაროთ, რომ იქ იმალება ქორჭილა, დავინახეთ ან ახლა ზედაპირზე ხტუნავს, მოდი გადავინაცვლოთ. და იქ შეუტიოთ ჩვენი სატყუარით. გავიაროთ. ძალიან საინტერესო სტილია, განსაკუთრებით ზამთარში და პასიურ პერიოდში, რომ მოგენატრება ქორჭილის ჩარტყმები, ესეთ პატარა სატყუარას გაატარებ და შვენივრად გაერთობი. ოცადოთ. გატარება სტანდარტულია, თითქმის არ ვაჩერებ სატყუარას, ანუ მსკერზე თითქმის არ ჩამყავს. შუა დინებაში, ანუ წყლის შუა ნაწილში ვატარებ. მცირე პაუზას უკეთებ ხოლმე და ისევ გატარებას. დავსვით პატარა ქორჭილებს, ესეთი ესეთი პატარა ქორჭილებს დავიჭირეთ. კარგი თითის ტოლა, ძალიან პატარა. მაგრამ გასართობად თავისთავად კარგი. აუცილებლად გავუშვათ, რომ გაიზარდოს. ძადი. ბუჩქებთან ახლოს იდგა და დაგვირტყა. კარგი. გადავაგდოთ ისევ და დავამარმიშკოთ. გატარება, მცირე პაუზა, გატარება, მცირე პაუზა. გატარება, ისევ მცირე პაუზა. აი, ბუჩქებთან, კამიშებთან თამაშობს და გაუდაროთ მათ. წერებს დაძდებს სავარაუდოდ, წყლის ზედაპირზე თამაშობს, სავარაუდოდ რაც ეცემა, წერი აი დარტყმა იყო წარმაგარი. წერი რო ეცემა, მერე მაგას ზედაპირზე ჭამს. ჯერჯერობით პასიური არის მოზრდილი ქორჭილა, იმიტომ რომ ამ პერიოდში, ყველა წყალსაცავზე სხვადასხვა დროს, მაგრამ ძირითადად ეს პერიოდი არის ხოლმე, რომ ემზადება საქვირითო თან ქვირითობს, თან წელს საკმაოდ ადრე დათბა. რაც რატომაც უცნაურია. მარტის დასაწყისში უკვე საკმაოდ მაღალი ტემპერატურა არის. ასე რომ სავარაუდოდ აქტიური სეზონიც უფრო მალე დაგვიდგება შესაბამისად. არის დარტყმა, ჩვენც მოვემზადოთ მაქსიმალურად, ნელა გახურება გავაკეთოთ და ძალიან მალე უკვე შემოგთავაზებთ ახალ უფრო და უფრო საინტერესო ვიდეოებს. წელს ახალი ნავი გვეყოლება, ყავს უკვე და შესაბამისად შემოგთავაზებთ ხოლმე ნავიდან თევზაობას საკმაოდ ხშირად სპინინგით. თბილისის ზღვაზე, ალგეთზე, წალკის წყალსაცავზე მაინტერესებს ძალიან ქორჭილას დაჭერა, იმიტომ რომ მაინც მაღალმთიანი რაიონი არის. შესაბამისად, მან ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ზომის ქორჭილები უნდა დავიჭიროთ. გვექნება კალმახზე თევზაობა, როგორც წითელ წინწკლებიანზე, ნაკადულის კალმახზე, ასევე მინდა რომ ბათუმისკენ მარტის თვეში მოვხვდეთ და დავიჭიროთ ეს გაქცეული კალმახები, რომელიც შავი ზღვიდან შევიდა სხვადასხვა მდინარეებში, ჩვენს მდინარეებში, ძირითადად ბათუმის ტერიტორიაზე. არის თავსი, მაგრამ გაიქცა მალევე. ანუ მოკიდა პირი და ფაქტობრივად გარბოდა და ვერ ამოვარტყი. სწორ დროს შესაბამისად პირი გაუშვა და აი.
ესეთი ქორჭილა კიდე ერთი. პატარა ქორჭილიუსი. კარგი. აი ესეთი. ჩანსი მეტია. ესეც აუცილებლად გავუშვათ. რძე გაზდის, ვარ, რა საინტერესოა. ასეთ პატარა ქორჭილას რძე გაზდის. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თავისთავად მამრი იყო. და, როგორც ჩანს, უკვე ამ ზომას შეუძლია განაყოფიერება ქვირითის, ძალიან საინტერესო. არ ვიცი, დამიწერეთ კომენტარებში, აბა მაგ მხრივ ჩემზე მეტად მცოდნე ხალხი წესით უნდა იყოთ. ანუ ამ ზომის ქორჭილაზე მე ნამდვილად არ მინახავს. რო გაზდიოდეს რძე. სპერმა ხო ხვდებით რაზეც არის საუბარი. საინტერესოა, ოდნა მოზრდილი თევზი თუ აიღებს ჩვენ სატყუარას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პასიური არის, მოზრდილი ზომა, არ ვიცი, რატო არ გამოერია ამდენ ჩარტყმაში, ძალიან მიყვარს. ზოგადად ეს ტბა ჯერ მაინც დაკვირვების პროცესში მაქვს მე პირადად, იმიტომ რომ დავდივარ, ვცდილობ რომ ხშირად ვიარო და სხვადასხვა ადგილები დავტესტო, იმიტომ რომ თავისთავად შესწავლა უნდა ნებისმიერ წყალსაცავს, ნებისმიერ ტბას, მდინარეს, სად შეიძლება ამა თუ იმ პერიოდში თევზი იდგეს და ასე შემდეგ რა. აქეთა გამომდინარე ხშირი სიარული აუცილებელია რომ ინფორმაცია, გამოცდილება, ცოდნა მიიღო იმ კონკრეტულ ტბაზე თუ წყალსაცავზე. ასე რომ ბევრი სიარული სპინინგისტებს მოგიწოდებთ. გავატაროთ. ჩამოკაჩული არის სატყუარა. ნახეთ. დაარტყმის შედეგად იცის ხოლმე ესე მოკაჩვა, როდესაც ვერ აიღებს სატყუარას. უნდა გავასწოროთ და თავიდან გადავაგდოთ ისევ სათევზაო წერტილში. არის დარტყმა, დავსვით. ესეთი პატარა ქორჭილიუს კიდევ ერთი. ეს არის ალბათ, არ ვიცი, შარშანდელი გამოჩეკილი, ხო? იმიტომ რომ წელს ვერ მოასწრებ და ქვირითობას უკვე. შარშანდელი გამოჩეკილი თევზი არის ესეთი პატარა ქორჭილიუსი. საყვარელი გავუშვით. ერთფეროვნება თუ თქვენთვისაც მოსაბეზრებელი არის, აი ასეთი სტილის თევზაობა ძალიან მოგეწონებათ რა, იმიტომ რომ რეალურად ნადირო პატარა ქორჭილაზე რა. თან პასიური პერიოდში, აქტიური პერიოდი რო იყოს, გასაგებია ხა წახვალ დითევს შედარებით მოზრდილს დაიჭერდა. როდესაც პასიური არის და მოგენატრება ქორჭილას დაჭერა, იდეალური ვარიანტი არის მარმიშინგი. დელიკატური მონტაჟი, დელიკატური ჯოხი. ეს კონკრეტული არის მავლოსის ბრენდის ჯოხი. საკმაოდ სუბუქი არის. 55 გრამი არის სულ. მაგის წონა შესაბამისად ხვდებით ალბათ რამ სუბუქი ჯოხი არის, კოჭაც 185 გრამია. საერთო ჯამში ძალიან სუბუქი არის აღჭურვილობა, რაც საშუალებას იძლევა, რომ ესეთ პატარა დელიკატური სატყუარა გაატარო და თავისთავად წნულიც აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად წვრილი. ახლა დიდ ქორჭილას არ ეჭიდავები, შესაბამისად წვრილი დაგვირწყა დავაცილეთ. წვრილი წნული აუცილებელია და მეორე ვარიანტიც არის, შეიძლება გამოიყენო მაგალითად სტანდარტული მონოძუა. მონოძუა შეიძლება გამოიყენო ალბათ 0.16 მმ. რაც ასევე კარგი ვარიანტი იქნება ახლო დისტანციაზე სათევზაოდ. ისეთი ჩარტყმა აქვს, ისეთი გაკაჩვა აქვსო. ძუაზეც ჩვეულებრივ გაიგებ მაყურებელს. არის დავიჭირთ. ესეთი პატარა ქორჭილა. ძალიან პატარა. თითის ტოვა. ესეთი ქორჭილიუსი. წადი ხშენ და დიდი გაიზარდე და მე ესე მოდი. რო კაი სიამოვნება მივიღოთ. თევზაო რა თქმა უნდა სიამოვნება არის ძირითადად და არა კვება ჩემთვის პირადად. ეს არ არის რაღაც მოპოვებლობა ხორცის და ასე შემდეგ. თევზაობა არის გართობა. როცა იჭერ სიტყვაზე მოზრდილ ზომებს, რაღაც გარკვეულ რაოდენობას ვამზადებ ხოლმე სრულად არაზრუს არ მიყვავს თევზი. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით ქორჭილა, იმიტომ რომ 10 კილოგრამი რო დაიჭირო, რადგინდა ამდენი, ხო? ზოგი ამბობს მეზობელს მიცემ, ამას მიცემ. მეზობელმა თავისი დაიჭიროს. ან მეორე ვარიანტია, წავიდეს ბაზარში იყიდოს. დღეს ჩემი აზრით
უმეტესობას საქართველოში, ვინც თევზაობს, არ მგონია იმ დონეზე უჭირდეს, რომ მე მაგალითად მინახავს თითის ტოლა აი ესეთი ზომის ქორჭილები მიყავთ. არ ვიცი, მაგისგან ჯერ ერთი რა გემო უნდა გაიგო, მეორე რო გაასუფთავებ რა უნდა დარჩეს, რა ხორცი უნდა დარჩეს ამისგან. არ ვიცი, მოკლედ ვეცადოთ მაქსიმალურად რომ ვიცოდეთ რა ზომები წავიყვანოთ, რა რაოდენობა წავიყვანოთ, რომ ზიანი არ მივაყენოთ იმ კონკრეტულ ტბას, მდინარის წყალსაცავს არ აქვს შობა, სადაც ვთევზაობთ რა. აი ეგ შეგნება რო გვექნება ყველას აბსოლუტურად, მერე მდინარეშიც, ტბაშიც და რავი, ყველგან იქნება შესაბამისი რაოდენობის თევზი. ამოღების დროს დაარტყა. ხო და ბრაკონიერებიც უფრო ნაკლები იქნება, იმიტომ რომ ყველა რო დაიცავს წესს, კანონს, მერე შენ პროტესტი, კარგი არტყმა იყო. პროტესტის გრძნობა გაგიჩნდება, რომ რას აკეთებ მეგობარო, შენ არასწორად თევზაობ და შენი შვილს მისცემ. შესაბამისად, ნაკლები ბრაკონიერიც იქნება. ესეთი პატარა ქორჭილიუსი, საყვარელი. ირა მაგარია. შენივრად გავერთე ამ საღამოს, ჯერ კიდევ გვაქვს ცოტა დრო. გავატაროთ. ისე ქაჩავს, გეგონებას ვიგენი მოდიოდეს რა. ძალიან მაგარია. ახლობით 5 კატარებად ვცადოთ და შეგვიძლია კაი ნასიამონები წავიდეთ სახლში. შვენიერი საღამო იყო და არის კიდევაც. პატარა ქორწ. არა დაარტყა პიჭურა და წამართვა ანკესი. თითის ტოლა რა სურტყავს ნახე რა. დაარტყა. წავიდა, გაძრა. მაგრა ვერთობი. შვენიერია, ძალიან შვენია, აი არ ვიცი, ვერ გადმოცემ სიტყვით რომ რა გითხრათ, ძალიან მაგარი შეგრძნება. ლაწირაკი ქორჭილა რო გეჭიდავება. ამეთქია ურა, არ ვიცი დაინახეთ თუ არა. დაარტყა და ახტა წყლიდან. წყლის დაპირს გადახტა და აგერ არის, შვენიერი, მივაგენით. შვენიერია. მეგობრებო, აი არ ვიცი, მართლა ძალიან მაგარი ემოციებია, წავიდა, ჩახტა წყალში თვითონ. მაგარი ემოციებია ნამდვილად და ყველას გირჩევთ, რომ აი ეს კონკრეტული სტილი, მარმიშკა, აუცილებლად დაეუფლეთ აი ამას, იმიტომ რომ აი ძალიან მაგარი დარტყმა იყო, ხო გეუნებით. აი ასეთი ზომის ქორჭილა, ალბათ ვერ წარმოგიდგენიათ, ხო, როგორ უნდა უხეშად რო თქვა გაკაიფოს, მაგრამ აი მართლა რაღაც სასწაული შეგრძნებებია რა, იმიტომ რომ უფრო აქტიურია პატარა ზომის, ამასაც გასდიოდარზე. უფრო აქტიურია, უფრო ცოცხალია, ფიცხია და აი გიჟივით გადის და მაგარ შეგრძნებებს იძლევა მოკლედ ჯოხზე. თავისთავად შესაბამისი აღჭურვილობა დაგჭირდებათ ამ ყველაფრისთვის. შეგიძლიათ კომენტარის სახით დაწეროთ, Facebook-ზე, Instagram-ზე გამოუშვათ კითხვები და ვეცდები რომ მაქსიმალურად სწრაფად ვნახო და ამომწურავი პასუხიც გაგცეთ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. მეგობრებო, აი აქ ხა დავინახე რომ წყლის ზედაპირზე ძალიან ბევრი თამაშობს და როგორ გითხრათ, ჩაძირული რა გადაჭრილი კამიშებია, ანუ ჩალები იგივე. ამიტომ ძალიან თხილად მივუახლოვდები და შორი დისტანციიდან გავატაროთ. ახლა წესით თევზი მე ვერ ვხედავს, გავატაროთ. ვაუ, საინტერესოა. დაჭდა. აი ეს უკვე ეს ოდნავ მოზდილი არის. ეს ოდნავ მოზდილი ქორჭილა, ესეთი. ეს უკვე გაბერილი ქორჭილიუსია. აი ესეთი პაწუკელა. გავუშვოთ. მოკლედ ამ ადგილას თავისუფლად შეიძლება გართობა და წესით განსაკუთრებული აქტიურობა უკვე სეზონიდან, რომლის ვიდეოებსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ. უცხო ადგილია შედარებით, განსხვავებული გარემოა და ერთ და იგივე ადგილზე მოკლედ მუდამ რო არ ვითევზაოთ, კიდევ ერთი ქორჭილა და მოსაბეზრებელი არ იყოს, ამიტომ შეგიძლიათ შეიცვალოთ წყალსაცავი ტბა და აქაც ითევზაოთ. რა თქმა უნდა, ესეთი ზომები გაუშვთ აუცილებლად და
ნუ მოვაკლებთ ტბას ჯერ, იმიტომ რომ არ არის ის დიდი რაოდენობა ამ ტბაში, რომ რაღაცა სასწაული და ბევრი იყოს. ყველა თუ წავიყვანთ, აღარ დარჩება არაფერი და მე გართობაც სამწუხაროდ აღარ გვექნება. ამიტომ ვიცოდეთ ზუსტად რა რაოდენობის შეგვიძლია წავიყვანოთ, თქო ზომების გაითვალისწინეთ, პატარებს თავიტანებით. პატარები არ წაიყვანოთ. კიდე ერთი ქორჭილა. შვენიერი. მოკლედ ამ წერტილმა იმუშავა, როგორც ნახეთ, ვიზუალურად შევაფასეთ თავიდან, დავინახეთ, რომ ქორჭილა აქტიურობდა წყლის დაპირზე და ამიტომ გადმოვედი აი აქ. ნუ შესაბამისად ჭირდება ყველა წერტილს მიდგომა რა. რაღაც საუნდა მოგეწონოს პირველ რიგში შენ თვითონ ვიზუალურად პერსპექტიულად ჩათვალო და მე იმ ადგილას იწყებ უკვე აქტიურ ძიებას სხვადასხვა სათვალებით და ნუ ასე შემდეგ. სპინინგი როგორც არის, ბევრი ექსპერიმენტით. მეგობრებო, დასრულდა დღევანდელი ჩვენი თევზაობა საკმაოდ კარგი შედეგით. 0.4 გრამიანი მარმიშკით. იქით რაღაცებს აშენებენ მოკლედ, გვიშლიან მოკლედ ვიდეოს ჩაწერას. პატარა მარმიშკით და ესეთი პატარა მოგრძო პატარა სატყუარით შვენივრად გავერთეთ საღამოს პერიოდში. სადღაც 40 წუთი ვითევზავე. არ ვიცი, კადრში დავთვლით ალბათ მე მეც რო დავამონტაჟებ. 10-12 თევზი მგონი უნდა დაგვეჭირა. ყველა კადრი არ ვიცი რამდენად ჩავსვი ვიდეოში, მაგრამ 10-12 თევზი დაჭერილია მოკლედ დღეს. რაც სრულიად საკმარისი არის მონატრებული ესე რომ ვთქვათ აქტიური სეზონიდან შემორჩენილი შეგრძნებები რაც გქონდა. მე კმაყოფილი ვარ, მშვენივრად გავერთე, თქვენს გისურვებთ მინიმუმ ასეთ კარგ სიამოვნებას და რა თქმა უნდა უკეთეს, იმიტომ რომ აქტიური სეზონი ძალიან მალე მოგვივა, დაგვიდგება და მე უკვე დიდი ზომის ქორჭილებიც იქნება ყველა შემთხვევაში. გისურვებთ ყველას წარმატებებს, წარმატებულ თევზაობას, ჯანმრთელობას აუცილებლად, იმის შესაძლებლობას რომ გახვიდეთ ბუნებაში, ითევზაოთ, დაისვენოთ და გაერთოთ. მეც ვეცდები რომ კიდევ უფრო საინტერესო და კარგი ვიდეოები შემოგთავაზოთ, ვიდრე აქამდე ვაკეთებდი და ვიღებდი. ისევ და ისევ ჩემი მაყურებლისთვის. წარმატებები კიდევ ერთხელ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ზარაზღელკი და ვიდეოს დალაიქება თქვენი სურვილი თუ იქნება, მე ძალიან გამიხარდება. მოკლედ, გემშვიდობებით, აბა დროებით.